გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მინდა შემოგთავაზოთ პატარა გაშლები სამ ვარიანტად თუ რას მოგიტანთ ნოემბერი, როგორ იქნება თქვენთვის თქვენ ცხოვრებაში ნოემბერი. ზოგადად მივიხილავ სამ ვარიანტს და აქ თქვენ თვითონ უნდა ჩაიფიქროთ ვარიანტი 1-დან 3-მდე ციფრი, რომელიც ციფრიც უფრო მეტად დაგიძახებთ, ან დახუჭეთ თვალები და რომელიც უფრო მეტად წამოვა თქვენს მეხსიერებაში, შესაძლებელია სწორედ იქ იმალებოდეს თქვენთვის ინფორმაცია. ასევე სამივე ვარიანტს დავადეთ პატარა ნიმუშებს და რომელი ნიმუშიც უფრო მეტად მიგიზიდათ, შესაძლებელია იქ იყოს თქვენთვის სასურველი და თქვენზე რეზონირებადი ვარიანტი. პირველი, მეორე და მესამე. წინასედაც გავაკეთე პატარა გაშლა ნოემბრის თვეზე, მაგრამ იქ წავიკითხე ენერგიები ადამიანის და ის გაშლა იყო მათთვის, ვიზედაც რეზონირდა ენერგიები. ახლა კი გაშლა იქნება სხვაგვარად. თქვენ თვითონ შეძლებთ ამორჩევას ვარიანტისას, რადგან დავაფიქსიროთ ნოემბრის ენერგიები თუ რას მოიტანს ჩვენ ცხოვრებაში და რას გვაჩუქებს ნოემბერი. იმედია კარტები ჩანს, თუ არ ჩანს, მე შევეცდები ყველა კარტი გამოვაჩინო ლამაზად. პირველი ვარიანტი იქნება ვარდისფერი გულის ფორმის ქვა, შემდეგ მწვანე ფორმის ბურთულა და მესამე ვარიანტი იქნება ცისფერი გულის ფორმის ქვა. რომელიც მეტად გიზიდავთ, შესაძლებელია სწორედ იქ იყოს თქვენთვის ინფორმაცია, იქ იმალებოდეს. ვინც ვერ მოასწარეთ არჩევანის გაკეთება, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო, მე კი ვიწყებ ვარდისფერი ქვით. ვარდისფერი გულის ფორმის ქვით. და მინდა მაინც გამოჩნდეს ხერხები გამოჩნდეს, იმიტომ რომ არ ვარ ჩემს ადგილზე, არ ვიმყოფები კიდევ იქ, სადაც ეს და განვით უნდა ვიყო, მაგრამ მალე მოვხვდები ჩემს სივრცეში. მანამდე კი უნდა გავიჭირო ასე და ვიწყებ ვარდისფერი გულის ფორმის ქვით. რას გვთავაზობს ნოემბერი? მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ახლა ზუსტად ამ დროისთვის შესაძლებელია თქვენ ცხოვრებაში დღემდე იყო რაღაც რთული გზა გქონდათ გასავლელი, გქონდათ რაღაც მიზანი, მისაღწევი, იბრძოდით რაღაც მიზნისთვის, მაგრამ გზა გეჩვენებოდათ რთული, ურთულესი, ან კიდევ შესაძლებელია მართლა რთული გზა გქონდათ გასავლელი, ხანდახან იმყოფებით დაღლილი ადამიანის პოზიციაში, თითქოს ყველაფერზე ხელის ჩაქნება გინდათ, რათა ძალიან დაიღალეთ და ფიქრობთ ღირს თუ არა ეს ყველაფერი ამათ, ამდენი შრომის ფასად, ამდენი ენერგიის ხარჯვის ფასად, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ ჩაიქნიოთ ხელი, რადგან თქვენ უკვე მისული ხართ ფინიშის ხაზამდე. სულ ცოტაცა თქვენ მიაღწევთ იმ მიზანს, რა მიზანიც გქონდათ დასახული. თქვენ ელოდებით რაღაც ახალს, იმიტომ რომ უკვე მისული ხართ, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ უკვე მისული ხართ მიზნამდე და ძალიან ცოტა გაკლიათ ფინიშის ხაზამდე მისვლას, ან კიდევ უკვე მიხვედით. შესაძლებელია ეს იყოს
სამსახურეობრივ სფეროში, როგორც ყოველთვის აღნიშნავ, ან სასიყვარულო სფეროში, თუ სასიყვარულო სფეროში ეხება, მაშინ ადამიანი იბრძოდა გზების გასაკვალად, იბრძოდა იმისთვის, რომ მიაღწია ფინანსებისთვის, ჯერ მიაღწია სამუშაოსთვის, მიაღწია ფინანსებისთვის, გაეკვალა ფინანსური გზები, რათა შემდეგ სრულყოფილი ყოფილიყო ადამიანი ცხოვრებაში მეორე ადამიანის შემოსასვლელად. ადამიანს აქვს გაყვანილი გზები და ზოგიერთებთან კიდევ შესაძლებელია დაფიქსირდეს ასე საღაციდან წასვლა, ურთიერთობიდან გასვლა, ერთი ურთიერთობიდან გასვლა და მეორე ურთიერთობაში გადასვლა. ასედაც შესაძლებელია დაფიქსირდეს. ზოგთან იქნება ისე, როგორც პირველად თქვი, ზოგთან იქნება მეორე ვარიანტად განხილული. ერთი ურთიერთობიდან გასვლა და მეორე ურთიერთობაში შესვლა, გინდ სასიყვარულო სფეროში და გინდ სამსახურეობრივ სფეროში. ადამიანი უკვე მსატყუნაშია, ადამიანი ელოდება ნაყოფს, იქ სადაც ენერგიები ჩადვა, იქ სადაც ძალიან ბევრი იშრომა და რას მოუტანს ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი მოიტანს მალე წინსვლას, ვიღაციდან რაღაცის შემოთავაზებას და როგორც წეხან გითხარით და აღვნიშნე, უფრო გაშლა, უფრო მეტად რეზონირდება სასიყვარულო სფეროზე ვიდრე ფინანსებზე. თუ ვინმესთან კამათი დაფიქსირდა, იყო კამათი, იყო გაურკვევლობა და იყო განშორება, მინდა გითხრათ, რომ ეს განშორება იქნება დროებითი, რადგან თქვენ ისევ ერთად ხართ. არის მამაკაციდან არის ნაბიჯის გადმოდგმა, არის შემოთავაზება და შესაძლებელია უფრო სწრაფადაც ვიდრე თქვენ ფიქრობთ. კი. და როგორც პირველად აღვნიშნე, იმას ისევ ვიმეორებ, რადგან კარტერმა კიდევ უფრო მეტად დააფიქსირა, შესაძლებელია აქ ერთ ვარიანტად თავიდან დავიწყებ, ერთ ვარიანტად განვიხილე ის, რომ ადამიანს ქონდა ბევრი გზები, იდგა გზაზე მიზნის მისაღწევად, სადაც შეხვდა ბევრი დაბრკოლება. ადამიანი შესაძლებელია ამ დროისთვის იყოს ძალიან დაღლილი, მაგრამ ისიც ძალიან კარგად იცის, რომ ადამიანი უკვე მისულია ფინიშის ხაზამდე. ეს ერთი. მეორე. შესაძლებელია კამათის საფუძველზე მოხდა განშორება, სადაც ადამიანი უკვე გზაშია და მოდის თქვენთან შესარიგებლად. და იქნება პატარა შემოთავაზება. მესამე, თუ ვინმესთან კამათის საფუძველზე მოხდა ერთ პიროვნებასთან განშორება და ადამიანი უკვე გადავიდა მეორე საფეხურზე, ანუ ურთიერთობაში სხვა პიროვნებასთან, მინდა გითხრათ, რომ აქაც იქნება წინსვლა, განვითარება და ახალი ურთიერთობა იქნება განსხვავებული კამათის ჩხუბის გარეშე, თუ პირველ ურთიერთობა, პირველი ქორწინება დაინგრა უთანხმოების გამო, სადაც ორი პიროვნება ერთმანეთთან ვერ თანხმდებოდა. მინდა გითხრათ, რომ ცხოვრებაში შემოდის სხვა პიროვნება, სადაც ურთიერთობები იქნება დასტაბილირებული და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ნამდვილ ოჯახს შეშვენდეს და შეეფერება. მეორე ურთიერთობა შეიძლება დასრულდეს ქორწინებით. აქ შესაძლებელია მამაკაცი იყოს ცოტა ასაკით უფროსი თქვენზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი შესაძლებელია ასაკით დიდი იყოს თქვენზე, ეს პრობლემას არ მოგიტანთ და მომავალი ურთიერთობა იქნება გაცილებით უკეთესი თქვენ ცხოვრებაში, ვიდრე იყო პირველი. ვინაიდან პირველი ურთიერთობა, ოჯახური მდგომარეობა იყო სულ ჩხუბის კამათის პროცესში და ორი ადამიანი ერთმანეთთან ვერ რიგდებოდა, ვერ თანხმდებოდა. მეორე ურთიერთობაში ენერგიები
განსხვავებით სტაბილურია. არა მარტო სტაბილური, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გაცილებით ბევრად უკეთესადაა. თქვენ იქნებით კმაყოფილი მეორე ქორწინებაში თუ მეორე პირთან ურთიერთობაში. აქ შესაძლებელია ბევრს ფიქრობდეთ, გადადგათ თუ არა ნაბიჯი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბევრი საფიქრალი არაფერი გაქვს, რადგან შეგიძლიათ ნაბიჯის გადადგმა და ამ ადამიანის ნდობა, რადგან ადამიანს ამოძრავებს სერიოზული როგორ გითხრათ, ადამიანი მოდის თქვენს ცხოვრებაში სერიოზული ურთიერთობით. ეს არის ადამიანს, რომელსაც დასტაბილურებული აქვს ცხოვრებაში და ურთიერთობებში ყველაფერი და დაასტაბილურებს თქვენთან ურთიერთობასაც და თქვენ გექნებათ ყველაფერი სრულყოფაში. მე ამით არ გემშვიდობებით პირველ ვარიანტს და გადავალ მეორე ვარიანტზე, მათთან ვინაც აირჩია მწვანე ფერის პატარა ბურთულის ქვა. და ვნახოთ რა იქნება მათ ცხოვრებაში, რაც გახსოვთ ნოემბერი. ნოემბერი აქ არის ქალი, რომელმაც კარგად იცის, როგორ მოერგოს ამა თუ იმ ურთიერთობას, თუ რამე მიზნად დაისახა, უკვე იცის რა ნაბიჯები გადადგას, როგორ მიაღწიოს მიზანს, ის არასოდეს აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს და არის დახურული, ფლობს ინფორმაციებს, იძიებს, მაგრამ არასოდეს ამჟღავნებს თავის ნამდვილ სახეს, ვერასოდეს გაიგებს სხვა მასთან ურთიერთობაში, რა იცის, რა ინფორმაცია აქვს მასზე, რას მალავს და რას ამჟღავნებს. შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს ერთს და აკეთებდეს მეორეს. შეიძლება ფიქრობდეს ერთს და პარტნიორთან ურთიერთობაში ლაპარაკობდეს მეორეს. ასეთი დახურული ადამიანი არის, რომელიც ცდილობს დაასტაბილუროს, მაგრამ ამ თვისებას ის იყენებს დადებითად, არა ცუდი განზრახვით, არამედ იყენებს დადებითად. რათა ურთიერთობაში დაასტაბილუროს მდგომარეობა, ანუ ემოციების სწორი გამოცემა იყოს და არ იქნეს დარღვეული ბალანსირება და ამ ადამიანს ძალიან კარგად გამოსდის ეს. ადამიანი სასიყვარულო სფეროში ცდილობს თავისი მალული ენერგიებით, თავისი მალული ინფორმაციებით და დაკვირვებებით დააბალანსოს მდგომარეობა, რათა ორივე იყოს ბედნიერი ურთიერთობაში, არ გაიცეს ზედმეტ ენერგიები. ანუ რასაც გაცემს, უკანვე მიიღოს ის. შეეხება სასიყვარულო სფეროს თუ შეეხება ფინანსებს, ადამიანი არის ბუნებრივად ასეთი. და ამ მანერით და ამ თვისებით ასტაბილურებს ადამიანი მდგომარეობას და მომავალშიდაც დაასტაბილურებს მდგომარეობას. შესაძლებელია ადამიანს ატკინეს გული, ადამიანს მოუხდა თავდაცვის და ადამიანი იმყოფებოდა თავდაცვის პროცესში, უწევდა თავდაცვა რაღაც ტკივილისგან და სწორედ ამიტომ გახდა ადამიანი ასეთი მალული, ის აღარ ენდობა, აღარ არის, აღარ უმხელს თავის გულის ნადებს და თავის შინაგანი ენერგიებით ცდილობს ენერგიების დაბალანსებას. სწორედ დიდმა ტკივილმა მოუტანა მას ეს ცოდნა, რა ცოდნასაც ფლობს ახლა. ანუ ადამიანი თავის ჩაკეტილობით იცავს საკუთარ თავს და იცავს საკუთარ მეს. ადამიანი წარსულში ძალიან დააზარალეს და ის აღარ აძლევს უფლებას ადამიანებს, რათა მოუტანონ ტკივილი და დააზარალონ ის. აი სწორედ ეს არის მიზეზი ადამიანის ჩაკეტილობის და სწორედ ამან გახადა ადამიანი ჩაკეტილი და ძალიან კარგად. ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის დაცვის მიზნით ჩაიკეტა და
აღარ აძლევს ადამიანებს ტკივილის მოტანის უფლებას თავის ცხოვრებაში. გილოცავთ ამის გაკეთება ყველა ადამიანს არ შეუძლია, რაც არ უნდა ტკივილის ქვეშ იმყოფებოდეს და ამ ადამიანის ცხოვრებაში რა შემოვა ნოემბერში შემოვა ახალი გზები, ნოემბერი გთავაზობთ რამოდენიმე გზებს და თქვენ უნდა აირჩიოთ სწორად თქვენი გზა, რათა არ მოექცეთ ისევ იმ წარსულის ტკივილში, რა ტკივილიც მოგაყენეს წარსულში, მაგრამ თქვენ ისე დაიგეშეთ, სწორი გაგებით გაიგეთ, არ გაიგოთ ცუდად, ისე დაიგეშეთ და იცავთ საკუთარ თავს, უკვე ნაკლებად მოგიტანებენ ზარალს. თქვენ შეარჩევთ სწორ გზას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ცხოვრებაში შეიძლება რამოდენიმე გზა შემოვიდეს, შეარჩევთ სწორ გზას თქვენი განვითარებისთვის, წინსვლისთვის და თუ ცხოვრებაში ახალი პარტნიორი შემოვა, მინდა გითხრათ, რომ იმასაც სწორად აირჩევთ. მოჰყვება განვითარება, თქვენს ურთიერთობას და თქვენი იქნებით თასების დედოფალი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ წარსულმა თქვენ მოგიტანათ ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც ჯერ კიდევ დაუმარცხებელია და ხართ ჭირვეულობის პროცესში. თქვენ უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, ასევე და გადალახოთ ეს ჭირვეულობა. კი, მინდა ისევ გავაგრძელო, რადგან არკნები ისევ და ისევ იგივეს ამბობენ და ისევ იგივეს იმეორებენ, ადამიანი იყო წარსულში ჩხუბის კამათის მსხვერპლი, რამაც მოუტანა ზარალი. ადამიანს მოუტანა ფსიქოლოგიური ზარალი და ზარალება. მაგრამ ადამიანმა იმუშავა საკუთარ თავზე და ადამიანი აღარ უშვებს თავის საკუთარ ცხოვრებაში ვინმე ზარალის მოსატანად და ასე მარტივად ვეღარავინ ვეღარ მოუტანს მას ტკივილს და ზარალს, მაგრამ ერთადერთ უნდა გაითვალისწინოთ ის რომ ჯერ კიდევ გაქვთ რაღაც წარსულის ტკივილები, ხართ ჭირვეულობის პროცესში და ეს ჭირვეულობაც უნდა გადალახოთ. უნდა გადალახოთ საკუთარი თავისთვის, რადგან მომავალში იყოთ ბედნიერები. თქვენ ცხოვრებაში, როდესაც ყველაფერი სრულად ჩამთავრდება და დაივიწყებთ წარსულის ტკივილს, იმუშაობთ საკუთარ თავზე, როგორც დღემდე იმუშავეთ და გადალახავთ ჭირვეულობის პროცესსაც, სწორედ მაშინ შემოდის თქვენთან ადამიანი სასიყვარულო სფეროში, რომელიც იქნება სწორედ ის პიროვნება, რომელიც მოგიშუშებთ ნადგენ გულს. თქვენი ცხოვრება დასტაბილურდება, არა მარტო დასტაბილურდება, თქვენ იქნებით ბედნიერი, ადამიანის შემოვა თქვენ ცხოვრებაში კარგად გამიგეთ, მეგობრებო, ადამიანის ძებნა არ დაიწყოთ, რომ არა, ადამიანი თავად შეგამჩნევთ, თავად შემოდის თქვენთან ცხოვრებაში, ადამიანი დგავს პატარა ნაბიჯებს და თქვენ ამ დროისთვის უნდა იყოთ უკვე მდგომარეობიდან, სტრესიდან გამოსული, რათა არ დაკარგოთ ეს ადამიანი და შეამჩნიოთ ადამიანის შემოთავაზება. თუ თქვენ იქნებით წარსულის სტრესში, შესაძლებელია ადამიანი ვერ შეამჩნიოთ. ადამიანი ხდება ფინანსურად ძლიერი ადამიანმა შეიძლება არც დაგანახოთ თავის საკუთარი თავი და არ გაგიმხილოთ თავის ცხოვრების შესახებ. ადამიანი თქვენთან, ვინაიდან ადამიანი თქვენთან შემოდის პატარა ნაბიჯით და როდესაც თქვენ ამ პატარა ნაბიჯს შეამჩნევთ და შეხვალთ მასთან ურთიერთობაში, სწორედ მას შემდეგ აღმოაჩენთ ადამიანის რეალურ ცხოვრებას, რომ ადამიანი არის გაცილებით მეტი შესაძლებლობის, ვიდრე თქვენთან წარადგენს თავს. ადამიანთან გექნება დასტაბილურებული მდგრადი ოჯახი, ურთიერთობა, ძლიერი ოჯახი და ძლიერი ურთიერთობები. მეტი რაღა უნდა დავამატო და საბუთები, ბოლოშიც კიდე საბუთები და ემოციებით სავსე მამაკაცი და არა მარტო ემოციებით სავსე მამაკაცი, არამედ ფინანსურად მდგრადი მამაკაცი. აი ასეთი იქნება თქვენი ცხოვრება ნოემბრის თვეში. შესაძლებელია ეს ყველაფერი არ მოხდეს ნოემბრის თვეში, მაგრამ ნოემბრის თვეში თქვენ უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, რათა შეამჩნიოთ ის ადამიანი, ვინც შემოვა თქვენ ცხოვრებაში და არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან, რადგან მომავალი გაძლევთ საუკეთესო შანსს
შანს და უბრალოდ გაახელეთ თვალი, რათა შეამჩნიოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შესაძლებელი რაღაც საჩუქრით დაფიქსირდეს, ან პატარა რაღაც შემოთავაზება. სწორედ ასეთი იყო ნოემბერი მათვის, ვინც აირჩია პატარა ყვითელი ქვის ბურთულა და მე გადავედი მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტზე მათთან ვინც აირჩია ცისფერი ფორმის გულისკვა. და მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ თქვენ ცხოვრებაში არის ვიღაც, ვინც გაკვირდებათ, გათვალთვალებთ ადამიანს, რომელსაც იზიდავთ ძალიან სექსუალური თვალსაზრისით. ადამიანი გაკვირდებათ ჯერ კიდევ შესაძლებელია შორიდან. ადამიანი არის კარგი დამცავი. მან იცის როგორ დაიცვას ადამიანი ურთიერთობაში და დაიცვას საკუთარი თავი, დაიცვას თავის საკუთარი ოჯახი და ოჯახის წევრები. ასეთი ძლიერი ადამიანი არის თქვენს ცხოვრებაში, ან შემოვა თქვენ ცხოვრებაში და თქვენ ცხოვრებაში შესაძლებელია კიდევ იყოს მეორე ადამიანი, რომელიც გაცილებით უფრო ცივია ურთიერთობაში არის, ხისტი ურთიერთობაში შესაძლებელია ეს იყოს ფორმიანი ადამიანი, რომელსაც სამსახურეობრივ სფეროში ესაჭიროებდეს ფორმა. ზოგიერთ დაფიქსირდება ფორმიანი ადამიანი და ზოგიერთებთან კიდევ უბრალოდ შესაძლებელია ცოტა ცივი ენერგიებით იყოს ადამიანი, ანუ ორი ადამიანი იყოს თქვენ ცხოვრებაში და ორ ადამიანთან მოგიხდეთ არჩევნის გაკეთება. თქვენ შესაძლებელია შემოვიდეს ორი ადამიანი ერთმანეთისგან კატეგორიულად განსხვავებული ორი ადამიანი და კატეგორიულად ორ განსხვავებულ ადამიანის შორის მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება. ან შემოვიდეს, ან კიდევ უკვე შემოსულია და ცდილობთ აწონ-დაწონოთ მდგომარეობა, ან ორივეს კარგად მოერგოთ, ითამაშოთ ორივესთან, ან კიდევ აირჩიოთ რომელიც უფრო სტაბილურია თქვენთვის და სწორედ ეხლა ხართ არჩევნის პროცესში, რომელი აირჩიოთ. და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ერთი უფრო სექსუალური თვალსაზრისით არის თქვენ ცხოვრებაში, რომელიც უფრო გათფობთ, მაგრამ ეს არ არის ოჯახური ურთიერთობები, ეს არის უფრო საყვარლის როლში და მეორე მამაკაცი უფრო ხისტი ენერგიებით შესაძლებელია ურთიერთობაში თბილი არ იყოს, მაგრამ უფრო ოჯახური თვალსაზრისით. თუ ერთ მამაკაცს შესაძლებელია თქვენთან ამოძრავებს მხოლოდ სექსუალური ურთიერთობები, მეორე უფრო იმყოფება ხისტი ენერგიებით, მაგრამ უფრო ოჯახური, მისთვის არის ოჯახი მნიშვნელოვანი, მისთვის არის ტრადიციები მნიშვნელოვანი. თქვენი ასარჩევია, ვის აირჩევთ და რომელს მიანიჭებთ ურთიერთობას, ოჯახს და ცოტა ხისტ ენერგიებს, თუ უბრალოდ საყვარლის როლში ადამიანს, რომელიც რაღაც პროცენტებით ათფობს თქვენს ენერგიებს. რომელთანაც შეგიძლიათ შეაფაროთ თავი გაჭირვების დროს, დაგიცვათ, ვინაიდან ის კარგი დამცავია, ტკივილის დროს მიხვიდეთ, განუგეშოთ და გაგიქარწვოთ ტკივილები. და კიდევ რა იქნება თქვენს მომავალში, არკნები გეუბნებიან, რომ უნდა გააკეთოთ არჩევანი, თქვენ შესაძლებელია ახლაც ფიქრობთ არჩევნის გაკეთებაზე, მაგრამ არჩევანი ჯერ კიდევ ვერ გაგიკეთებიათ. აქ არის ორი ადამიანის სიყვარული ერთმანეთთან, ორი ადამიანის სიყვარულს თითქოს მაღალი ძალები უწყობს ხელს.
მაგრამ ისევ არ ფიქსირდება რომელია ეს რომელთან იგულისხმება ეს ადამიანთან რომელიც ცოტა ცივი ენერგიებითაა თუ ადამიანი რომელიც უფრო სექსუალური ფორმით არის თქვენ ცხოვრებაში ესა თუ ის მნიშვნელობა არ აქვს რომელ არჩევანსაც გააკეთებთ და რომელსაც აირჩევთ სამყარო თქვენთან არის მაღალი ძალები თქვენთან არის და გეხმარებიან მაგრამ თქვენ მაინც გადადგავთ სწორად გათვლილ ნაბიჯს თქვენ შეარჩევთ სწორ გზას რომელი გზაც უკეთესია თქვენთვის და თქვენ ისე იმებთ გამარჯვებას თქვენ ცხოვრებაში დაფიქსირდება ადამიანი მაგი ანუ სწორად არჩევანს გააკეთეთ ან შესაძლებელია ისეთი ადამიანი აირჩიოთ რომელთანაც უბრალოდ გამარჯვებულად ჩათვალოთ თავი. ახლა შესაძლებელია ამ წუთში ამ მომენტისთვის ორივესთან გაჩერებულია ურთიერთობა და ხართ გზების არჩევნის პროცესში. შეიძლება კი არა, ჩემი არტნები ამბობენ, რომ ამ დროისათვის ორივესთან შეჩერებულია მდგომარეობა და ფიქრობთ ძალიან ბევრს, რომლისკენ გადადგათ ნაბიჯი და რომელი აირჩიოთ. შესაძლებელია გქონდეთ წარსულის ტკივილები და აღარ გინდათ განმეორდეს თქვენ ცხოვრებაში წარსულის ტკივილები და გინდათ სწორად გადადგათ ნაბიჯი, რათა ურთიერთობა იყოს თანაბარი და თავს არ გრძნობდეთ დაზარალებულად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ფიქრობთ და ცდილობთ სწორი ნაბიჯის გადადგმას, ნახოთ რამდენად სწორი ნაბიჯი გადადგმული კი მეგობრებო. თქვენ გადადგავთ სწორ ნაბიჯს, მაგმაც დაამოწმა სწორი არჩევნის გაკეთების შემდეგ თქვენ იგრძნობთ უფრო დიდ ძალას, უფრო დიდ ენერგიებს. თქვენ კმაყოფილი იქნებით თქვენი გადადგმული ნაბიჯით, თქვენ იზეიმებთ მეგობრებთან თქვენს გადადგმულ ნაბიჯს, თქვენი გადადგმული ნაბიჯი მოგიტანთ გამარჯვებას და არ მიცემთ ურთიერთობას წარსულის ტკივილების და თუ თქვენთან წარსულში რაღაც ნგრევა იყო, რასაც კარტები ნამდვილად აფიქსირებს, არკნები მიუთითებენ, რომ თქვენ წარსულში იყო ტკივილი და სწორედ მიტყვა ახლა გაჩერებული ურთიერთობა, არც ერთ მათგანთან შეიძლება არ გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ თქვენ გადადგავთ სწორ ნაბიჯს, როგორც აღნიშნე, იზეიმებთ მეგობრებთანაც გამარჯვებას სწორი ნაბიჯის გადადგმას და თქვენ აღარ დაუშვებთ, რომ წარსულის ტკივილი განმეორდეს თქვენ ცხოვრებაში, თუ წარსულში თქვენ ცხოვრებაში დაინგრა რაღაც შესაძლებელია სადაც განვიხილოთ მეგობრებო ეს რადგან ნგრევა დაფიქსირდა ბოლოში შესაძლებელია ორი ადამიანი უკვე იყო თქვენ ცხოვრებაში და ორმა ადამიანმა დაანგრია თქვენი ოჯახური ურთიერთობა შესაძლებელია ეს კვერთხების მეფე აღნიშნავდეს საყვარელს თქვენ ცხოვრებაში ხოლო ხმლების მეფე აღნიშნავდეს მეუღლეს და თქვენთან დაინგრა ურთიერთობა და ეს ურთიერთობა დაანგრია მესამე პირმა, მაგრამ თქვენ ეხლა არჩევთ გზებს რა აირჩიოთ, როგორი ნაბიჯი გადადგა თქვენ ცხოვრებაში და მინდა ვთქვათ, თქვენ გადადგმული ნაბიჯი თქვენ მოგიტანთ წარმატებას, შესაძლებელია ურთიერთობა განახტეს თავიდან სულ უცხო ადამიანთან და ორივეზე თქვათ უარი წარსულზე და ურთიერთობა დაიწყოთ სულ ახალ ადამიანთან, მაგრამ ძალიან ბევრთან უფრო მეტთან მესამე პირი გავა თქვენი ცხოვრებიდან და თქვენ დაუბრუნდებით ხმლების მეფეს, რომელიც უფრო სტაბილურია თქვენ ცხოვრებაში, მართალია ცოტა ცივი ენერგიებით არის, მაგრამ ის არის სტაბილური, ის არის მას არ უყვარს ადამიანების დაჩაგვრა, არ უყვარს ადამიანების ტკივილის მოტანა, ის არის სტაბილური ურთიერთობაში, ის ასტაბილურებს ურთიერთობას და რასაც გასცემს, სწორედ ის უნდა მიიღოს უკან, ის არ დაუშვებს თავის საკუთარი დაჩაგვრას
და არაპატიებს ერთი სიტყვით რო ვთქვათ, თუ ის არის ურთიერთობაში, თუ ის არის ოჯახი და მით უმეტეს მას აქვს ოჯახი შექმნილი, ის არ დაუშვებს, რომ მის პიროვნებაში, მის ცხოვრებაში ვიღაც მესამე პირი შემოვიდეს და ვიღაც მესამე პირმა დაუნგრიოს ოჯახი. ასე რომ ძალიან ბევრთან 75%-თან თქვენი ცხოვრებიდან წავა მესამე პირი, ვინაც გამოიწვია ოჯახის დანგრევა და თქვენ დაუბრუნდებით თქვენს სტაბილურ ოჯახს, ეგრეთ წოდებულ მეუღლეს და წარიმართება ყველაფერი კარგად. მე კი ახლა ამით დაგემშვიდობებით მესამე ვარიანტსაც და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში და ყოველივე იმ საუკეთესოს გისურვებთ, რისი მიღწევაც გინდათ. ასე ფიქსირდება თქვენთან ნოემბერი და მომავალ შეხვედრამდე.